საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა, ბატონ რესანს მივესალმები. ის ჩვენი ბიზნეს ანალიტიკური გადაცემის ხშირი სტუმარია, მაგრამ იქაც კი გაჭირდა იმის ახსნა და მსგავს მედიებში თუ რანაირად ხდება ეს, თუ 9%-ით იზრდება ეკონომიკა, ფასების ზრდა, ინფლაცია, მოსახლეობის განწყობა, რატომ არის ასეთი პრობლემური? თქვენ როგორ ახსნით ამას? აი თქვენ ტაჯიკეთი ახსენეთ, სხვათაშორის კარგი ანალიზი იყო, ტაჯიკეთი ახსენეთ, ტაჯიკეთშიც ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა არის, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არის 16% ეკონომიკური ზრდა, შარშან დაღესტანში იყო 14%, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იყო 180% ბოლო 4 წელიწადში. ანუ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ტიპის სახელმწიფოს მიღება გვინდა საბოლოო ჯამში, ანუ ეკონომიკური ზრდა თავისთავად და ორი მნიშვნელოვანი ის აქვს ამას ხო კომპონენტი, ასპექტი. ერთი არის თქვა თვითონ ეკონომიკური ზრდა, რამდენად არის იმის გამსაზღვრელი, რამდენად სასურველია მოქალაქისთვის ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და მეორე არის რამდენად უნდა ვენდოთ ზოგადად იმ ციფრებს, რომელსაც გვთავაზობს. ეს კიდე ცალკე პრობლემაა ხო, იმიტომ რომ აღარ დარჩა ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის რაღაცა ხარისხით მაინც დაიტრაბა. ეს არის ძირითადი პრობლემა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ფაქტურად მართულია იმისკენ, რომ გაამართლოს ეს ვითარება და ხელისუფლებას დაეხმაროს ძალაუფლების შენარჩუნებაში. ბუნებრივია ამ ვითარებაში ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი წმუნება იმისა, რომ რა ციფრებსაც გვთავაზობენ, ამას შეიძლება ამის უკან რამე რეალური მართლა რეალობა იდგეს. თუმცა რომც იყოს ასე, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გადავამოწმებთ ამას და ეს ყველა ძალიან კარგად მოეხსენება, აი ეს მაგალითები, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს რეგიონში თუნდაც რომელიც მეც მოვიყვანე, ვთქვათ, ესეც აკმარისია იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად ვიღებთ თუ არა ჩვენი სახელმწიფოს, რომელიც გვინდა. აქ მე მომისმენია სპეციალისტებისაგან, რომ ყოველთვის ეკონომიკური ზრდა ჯობია, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ვარდნას. ეს ახლა 2x2 4 გასაგებია, მაგრამ ყოველთვის 2x2 ეს 4 არ არის. სოციალური თვალსაზრისით. მე როგორც არაეკონომისტი ხვდები ერთ რამეს, რომ თუ ამ ეკონომიკური ზრდის შედეგად გენერირებული ფინანსები ხვდება მხოლოდ ძალიან ვიწრო ჯგუფის ხელში, ის განაპირობებს მათ შორის ზრდას თელ რიგ პროდუქტებზე, რომელზე ხელმისაწვდომობაც უმცირდება მოსახლეობის ძირითად ფენებს, რომელთა შემოსავლები არათუ იზრდება, არამედ კლებულობს მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებითაც. აი ეგრეთ წოდებული ეკონომიკის ინკლუზურობის პრობლემა რამდენად სერიოზული არის დღეს საქართველოში არაეკონომიკური განათლების მქონე ადამიანებისთვისაც რომ უკეთესად ახსნათ. თავისთავად ასეთი ტიპის მმართველობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ანუ ეს არის ერთი ვერტიკალი, ავტორიტარული მმართველობა, როცა თქვათ ინსტიტუციები არ არსებობს, მოშლილი არის და ერთი ვერტიკალის ქვეშ არის ყველაფერი მოქცეული, შესაბამისად არის კაპიტალის განაწილება ზუსტად ასე ხდება. ამ ერთი ვერტიკალში ხდება ამ კაპიტალის მაქსიმალური კონცენტრაცია და შემდეგ ის რაღაც ჯგუფზე ამის გადანაწილება. ნათელი მაგალითებია ის ქვეყნები, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა ტიპის სახელმწიფოსკენ მიყვავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად ორი მოდელი არის, ხო, ჩვენ რაც შეგვიძლია რომ განვიხილოთ, ეს არის ევროპული ტიპის სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციები გვაქვს, სადაც გადანაწილებულია დოვლათი მაქსიმალურად დიდი რაოდენობის საშუალო ფენა არსებობს, სადაც არსებობს სოციალური სტაბილურობის და მეორე ვერსია, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ის რეგიონის ქვეყნები, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ეგრეთ წოდებული რუსული ტიპის სახელმწიფოები, რომელსაც ჩვენ ეხლა თვალყურს ვადევნებთ, ასე ვთქვათ, ამის გადაქცეულია უკვე რუსული ტიპის სახელმწიფოთ, ეს როგორც ქვეყნის შიდა მოწყობით, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკით და ეკონომიკაც იმის შესაბამისად ეკონომიკის სტრუქტურა, ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი აუცილებლად ან სხვანაირად ეს ვერ მოხდება. ანუ შეუძლებელია რომ ეს ეკონომიკა იყოს, თქვათ, სხვა ტიპის და მოწყობა იყოს ამ შემთხვევაში განსხვავებული. ეს ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით არის. ბატონო, ხალხს რომ მე გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან აი ამ კლანების წევრები, ეს რო არ უნდა აწყობდეთ, გასაგებია ახლა ეს უბრალოდ ადამიანისთვის, მაგრამ ბიზნეს რა უნდა აწყობდეს ამ შემთხვევაში?
და როგორი არის განწყობები ბიზნესში. მე მესმის რომ თქვენ სხვების სახელით ვერ ილაპარაკებთ, მაგრამ თქვენ თავად წარმოადგენთ ბიზნესს ამდენი წელია, კავშირები გაქვთ, ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ. ახლა ძალიან საინტერესო თვალშთების სამშენებლო გამოფენა მიმდინარეობს თქვენთან ექსპოჯორში და ასე შემდეგ და ჩართული ხართ ამ პროცესში. აი, ქართულ ბიზნესს, ვინც მართლა ბიზნესმენია და ეს ენტერპრენეურის და ზოგადად ახალი საქმის წამოწყების, აშენების, ახლის შექმნის სურვილი აქვს განვითარების და საზოგადოებრივი შედეგის ამავე დროს მიღების მისი ავტორიტეტისთვისაც და პიროვნული მისიისთვისაც. ასეთ ბიზნესმენებს რამდენად შეიძლება აწყობდეთ თუნდაც ამ ტიპის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ამ მოდელის ჩამოყალიბება? ხალხის რაღაც ნაწილს შეგრძნება, რომ ბიზნესმენები მდიდრდებიან და ბიზნესმენებს აწყობთ ასეთი ეკონომიკა? ბუნებრივია ასეთი ტიპის მოწყობის ეკონომიკაში ვთქვათ, იქნებიან ბიზნესების რაღაც რაოდენობა, რომელიც ვთქვათ, უფრო კარგად იგრძნობს თავს, მაგრამ საბოლოო ჯამში ნებისმიერი ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, სამართლიანი გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ვინც თავს ბიზნესმენს უწოდებს, მისთვის სამართლიანი გარემოა ყველაზე მნიშვნელოვანი და სამართლიანი თამაშის წესები. თუ ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გარემო, ბუნებრივია იქ ყველა არის იმ რეჟიმში, რომელშიც დღეს არის ბიზნესი, ეს არის შეწუხებული და რაღაც მოლოდინის რეჟიმში, რომ იქნებ რაღაც შეიცვალოს. ეს მოლოდინი იყო მანამდე 20 იანვართან დაკავშირებული, ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებული, შემდეგ იყო უკვე რომ ეს რაღაცა deep state-თან არის ეს დაკავშირებული. ნაწილი ბუნებრივია ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოერგოს ამ სიტუაციას და იცით ჩვენ რა ისტორიაც გვაქვს და რა გვაქვს გამოვლილი და შესაბამისად ქართული ბიზნესიც ადაპტირებას ცდილობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ყველა ქართველისთვის ეს არის ძალიან დიდი წუხილი პირველ რიგში, იმიტომ რომ არავის არ გვინდა ჩვენ საქართველოში რომ მივიღოთ, რა თქმა უნდა, თუნდაც იმ ადამიანებს, რომელიც ვთქვათ, შეიძლება დღეს ვერ ხვდებიან და სხვანაირად აფასებენ მოვლენებს, ასე ვიტყოდი და მე ვაფასებ მათ კი ბატონო აზრსაც, მათთვისაც ასეთი ტიპის სახელმწიფოს მიღება არის ყოველდღე წარმოუდგენელი. ამიტომ ბიზნესში არის წუხილი და ვხედავთ ამას ზუსტად მშენელებულ ტემპზე. ყველა მიმართულებით განსაკუთრებით ეხება რა თქმა უნდა გრძელვადიან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვაქვს ახლა მოცემულობა, როცა ხელისუფლება გასულია კონსტიტუციიდან, გვაქვს მოცემულობა და ეს არ არის შეფასება, ეს არის მოცემულობა, როცა ჩვენ ლეგიტიმაცია ვერ მივიღეთ საერთაშორისო ხელისუფლების. რაც ბუნებრივია კითხვის ნიშნებს ბადებს კი არა და ფაქტიურად შეუძლებელს ხდის ქვეყანაში განსაკუთრებით ფაქტორიც ვახსენოთ და დასანქცირებულია ფაქტობრივად მთელი მთავრობა და მათი პირველი პირები. დიახ, ეს შესაბამისად ოპერირება ხდება შეუძლებელი 1 ლევან დავითაშვილია, რომელსაც სადღაც ჩაესვლება, ისიც იმიტომ დატოვეს ეთქობა ამ ფორმატში, რომ სიტყვის წამღებ-მომღები პოსტალიონი ვიღაცა არსებობდეს. ის ვიზიტებს რა შედეგიც მოყვა, ახლა კი ვხედავთ, ხო, მეგობარი აქტი არის უკვე ინიცირებული, არათუ ინიცირებული, მომავალ კვირას კენჭისყრაზე დადგება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება შემდგომი ტენდენციისთვის, ახალი დინამიკისთვის. აი როგორ წარმოუდგენია ქართულ ბიზნესს სრულად დასანქცირებული და მეგობარი აქტის პირობებში ამ თავრობის ახსენო ბიზნესმენებმა მე რეჟიმს ვეძახი ამას ამ რეჟიმის პირობებში ოპერირება და რაიმე ტიპის სერიოზული ფინანსური ან ბიზნეს გეგმების აწყობა, დაწყობა და განვითარება. რა თქმა უნდა ძალიან რთული არის. ჩვენც როცა თქვენ ახსენეთ ჩვენი გამოფენა, რომელიც ჩატარდა წინა კვირას და იყო ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ გუნდმა უბრალოდ კოლოსალური ძალისხმევა ჩადო ამ ყველაფერში, მაგრამ შეინიშნებოდა ზუსტად ეს ტენდენცია ხა ჩვენთვისაც და ჩვენც ფიქრობდით იმას რომ აი ამ მოცემულობაში რა რისი გაკეთება უფრო სწორია, როგორ უნდა მოვიქცეთ, აი მართლა თქვათ ეს გამოფენა, ეს ბიზნეს აქტივობის რამდენად სწორი არის ამის კეთება. ნუ შემდეგ ჩავთვალეთ, რომ უბრალოდ ჩვენ ამით დავაზიანებთ გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით, ისევ ჩვენ და დავაზიანებთ იმ ჩვენ პარტნიორებს, რომელთან ერთადაც ამდენი წელია მოვდივართ და ასევე განსაკუთრებით იმ ახალ კომპანიებს, რომელიც სხვათაშორის მონაწილეების 50% იყო ახალი კომპანია, რომელიც ახალი მონაწილე ჩვენი გამოფენების, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის პლატფორმა იმისთვის, რომ მათ შეძლოთ ფუნქციონირება. ამიტომ ეს არის რაღაც აი ძალისხმევა იმის, რომ გადაალახონ მათ ეს ხო, ანუ ინდუსტრია მიარსებობს განვითარებაზე იფიქროს, ჩვენ ბიზნესია, ვინც ასაქმებს ადამიანებს დიდი რაოდენობით, ბიზნესია, ვინც იხდის გადასახადებს და ბუნებრივია ბიზნესის მხრიდან რა შეიძლება იყოს, ანუ ბიზნესი აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ეს არის მიუღებელი, ბიზნესი ამავე დროს ფრთხილობს
იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური კულტურა მოგეხსენებათ როგორიც გვაქვს, იმიტომ რომ განცხადება ნებისმიერი აღიქმება როგორც ტრული განცხადება და მოყვება შედეგები. მოყვება ამას შედეგები ხშირ შემთხვევაში თავში ვიკავებ, თუმცა აი ჩვენ სახთან მიმართებაშიც და სხვა ტელეკომპანიებთან მიმართებაში სარეკლამო და სასპონსორო პოლიტიკის კუთხითაც კი რაც იყო კიდევ უფრო მეტად მძიმდება ეს სიტუაცია, ძალიან მძიმდება სიტუაცია ამ მხრივ. მე ხალხს რო არ უყვირდეს ადამიანები რატო ვეღარ ახერხებენ ფიზიკურად უბრალოდ მუშაობის გაგრძელებას. ჟურნალისტებიც და აქ მომუშავე ადამიანებიც ისეთივე საზოგადოების წევრები არიან, თავიანთი ოჯახური ვალდებულებებით, ცხოვრების მინიმალური სტანდარტის აუცილებლობით და ამ მხრივ აი ეს მინიმალურიც კი რითიც არსებობს ეს მედიები დღეს უკვე ძალიან სერიოზული კითხვის ქვეშ დგას, მათ შორის ზუსტად იმის გამო, როდესაც თქვენ ახლა საუბრობდით, როდესაც ცალკეული ბიზნესების მიერ უბრალოდ ირიბად თუნდაც პოზიციის გამოხატვას უკვე მოყვება რეპრესიული გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით ეს არის მათ კეთილნებაზე დამოკიდებული და ვთქვათ მე ცალსახად არ შემიძლია მოვიყვანო მაგალითები აი ესეთი ტიპის რეპრესიული მოქმედებების რაც არის თავისთავად კარგი, მაგრამ მეორეს მხრივ იმის გამო რომ ანგარიშვალდებულება აბსოლუტურად მოხსნილი არის, მოშლილი არის იმ ინსტიტუტებთან დასავლეთში, ზუსტად რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეს უსაფრთხოება, რა თქმა უნდა ეს კიდევ დამატებითი წნეხი არის, არა მხოლოდ პოზიციის დაფიქსირების, არამედ ზოგადად ნებისმიერი გრძელვადიანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ბატონო, გრძელვადიანი ახსენეთ და ბოლო კითხვას დაგისვავთ. ბიზნესისთვის შეიძლება არ ქონდეს მნიშვნელობა ფულს. შეიძლება არ ქონდეს მნიშვნელობა ინვესტიციის წარმომავლობას. რას აქვს მნიშვნელობა თუ კი დღეს რეჟიმი ამბობს, რომ კი დასავლეთთან ჩვენ პრობლემები გვაქვს, რუსეთთან ომში რო არ ჩაგვრთონ, ამიტომ დასავლეთთან ცივი ომის მდგომარეობაში უნდა ვიყოთ და კონფრონტაციის უკვე ის ხარისხია და ის მასშტაბი არის, თუ არ მოვიყვანო ახლა ციტატები, რასაც ოცნების წარმომადგენლები როგორც მიმართავენ ინსტიტუტებს, ასე შემდეგ ან შეურაცხყოფები მაგ მხედველობაში, ну იციან რომ ისინი პირდაპირ გაგებით აქ ბომბს არ ესვრიან. მაშინ როდესაც ეს აქეთა ველურისგან იციან რომ შეიძლება რაღაცა ცუდი პერსონალურად მოუვიდეთ, არა? მაგრამ ბიზნესისთვის რამდენად სერიოზული ალტერნატივა დასავლური საფინანსო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ბიზნეს სისტემის ჩანაცვლების საქართველოში რაღაცა გაუგებარი აღმოსავლური, რასაც იძახიან, ხო? გნებავთ ეს რუსული იყოს, გნებავთ თუნდაც ჩინური იყოს ამ შემთხვევაში, ან არაბული ქვეყნების. ბატონ გიორგი, ბიზნესი შედგება საქართველოს მოქალაქეებისგან, ხო, ესე ფლობელებიც და მართველი რგოლიც და ასევე შემსრულებლებიც ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები. ბუნებრივია მათი უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის ის იმ ტიპის სახელმწიფოს მიღება, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. და თუნდაც გადასახედების გადახდა და ოპერირების აგრძელება იმ ტიპის სახელმწიფოში, რომელზეც აი ვთქვათ ჩეჩნეთი ვახსენეთ, ან ვთქვათ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკა, ან ასე შემდეგ, ასეთი ტიპის რესპუბლიკებში და ასეთი ტიპის სახელმწიფოს მიღება ბიზნესის წარმომადგენლების უდიდეს ნაწილს ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. რა თქმა უნდა, არის რაღაც ნაწილი, ისევე როგორც არის ნაწილი ამურჩევლის ამ ქვეყანაში ქართული ოცნების, რომელს შეიძლება ჩათვალოს, რომ პრინციპში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ანუ ფული არის, ვთქვათ, და მისი წარმომავლობა საიდან იქნება ისა რუსეთიდან იქნება თუ ვთქვათ ნებისმიერ სხვა წყაროდან სულ ერთი ახლა. ჩვენ ვისაც ვთქვათ ესეთი ტიპის მოსაზრება გვაქვს, რომ ზოგადად დასავლეთი არის და განვითარებული სახელმწიფოები არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს უნდა იყოს ჩვენი სწორება, ამაზე უნდა გქონდეს ჩვენ. და როცა გვესაუბრებიან იმაზე, რომ აი შვეიცარიას თურმე 1%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს და ჩვენ იმიტომ გვაქვს 6%-იანი, რომ მაგარი ეკონომიკური პოლიტიკა გქონდა და ის რომ 150 წლით ჩამორჩებით შვეიცარია თუნდაც ასეთი ზრდის პირობებში ამაზე არ არის საუბარი. ჩვენი სწორება არის ის ქვეყნები, რომელიც არის განვითარებული ყველა მხრივ და რა თქმა უნდა ჩვენი შეუპოვარი პოზიცია იქნება მოქალაქეების ამ ბიზნესში, რომ მივიღოთ სწორედ ასეთი ტიპის ვექტორი და სწორედ ასეთი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. აი ეს არის ჩემი პასუხი. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხისთვისა და ზოგადად თქვენი პოზიციისა და სტუმრობისთვის.